2020 წლისათვის ბათუმმა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა 20%-ით უნდა შეამციროს. ქალაქს აღნიშნული ვალდებულება 3 წლის წინ მერების შეთანხმების ფარგლებში დაეკისრა. პირობის შესასრულებლად გადაწყდა, რომ 5 წლის განმავლობაში 57 მილიონი ლარი დაიხარჯება. რა პოზიტიურ შედეგებს ელოდებიან მედიკოსები პროგრამის განხორციელებისაგან და კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ბათუმის მერია, თამარ კიკნაძე მოგითხრობთ. სამშენებლო, განათებისა და სატრანსპორტო სექტორები, გამწვანება, ნარჩენებისა და ჩამდინარე წყლების მართვა. ეს პრიორიტეტებია, რომელთა განვითარებაზე ზრუნვითაც 5 წლის შემდეგ მოსახლეობამ გაუმჯობესებულ გარემოში უნდა იცხოვროს. მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმა საკრებულომ უკვე დაამტკიცა. შენობების სექტორი ითვალისწინებს არა მარტო საცხოვრებელი შენობების ან დათმუნებას, ან ენერგოეფექტურ სისტემებზე გადაყვანას, არამედ შენობებში დიოდურ ნატურებზე გადასვლა შეამცირებს, რა თქმა უნდა, უკვე შენობებში ენერგომოხმარების კოეფიციენტს. საუბარი არის საომავლოდ ახალი ავტობუსების ჩანაცვლებაზე, იგივე დაუშვათ ან ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების ჩანაცვლებაზე. ის ავტომობილები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს და შესაბამისად ვერ გაივლის ტექნოლოგიებად, ეს ავტომობილები ამოვარდება ავტომატურად. შენობების დათბუნებისა და სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან ერთად მუშაობა როგორც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის განვითარების სამსახურში ამბობენ, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობადაც მიმდინარეობს. გათვალისწინებულია მისი დაკონსერვება, არსებულის დაკონსერვება და გადატანა სხვა ტერიტორიაზე, სადაც ესე ვთქვათ მოხდება უკვე მისი თანამედროვე სტანდარტებით შენახვა. დღევანდელი ნარჩენების შეგროვების პუნქტი, ეგრეთ წოდებული ნაგავსაყრელი, რა თქმა უნდა, არალიცენზირებულია. საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კირთაძე შენიშვნები დოკუმენტის შესავალ ნაწილშიც აქვს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ყველა პროექტი, რომელიც გარემოში მავნე ნივთიერებების შემცირების მიზნით დაიგეგმა, ახალმა გუნდმა მოსვლისთანავე შეაჩერა, მათ შორის მრავალსართულიანი შენობების დათბუნებისა და ბათუმი ენერგოეფექტური ქალაქის პროექტები. მმართველი გუნდის ხელმძღვანელობით მას პროექტის წარმატებით დასრულებაშიც შეაქვს ეჭვი. ჩვენ ირაკლი ჩავლეიშვილს კიდე 5 წელი უნდა უყუროთ, მაშინ მინდა გითხრათ, რომ აბლე არ გაკეთდება. მე არ ვიცი ვინ მოვა, ისე ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს ნებისმიერ სხვა პარტია, მაგრამ მთავარია, რომ ხელისუფლებაში უნდა იყოს უნარიანი ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ ბიუჯეტის შევსებას და იმის სწორად ხარჯვაც. ჩვენ გვეგვავდით ყველა მრავალსართულიანი სახლის, ესე რომ ვთქვათ, თერმოიზოლაციის ფილით დათბუნებას, რომელიც გამოიწვევდა იმას, რომ მოქალაქეებისათვის იქნებოდა დიდი შეღავათი, იმიტომ რომ ნაკლებ ენერგიას მოიხმარდნენ, მეტი ფული დაეზოგებოდა და ასე შემდეგ და galamazdebოდა ამასთან ერთად ბუნებრივია კიდე ჩვენი ქალაქი. ეს იყო პირველი, რაც მთავრობამ გააჩერა. ეხლა თვითონ წერენ, რომ ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი, მაგრამ ასევე ძალიან აქტიურად უკვე გადაწყვეტილი იყო 2012 წლის ბოლოსთვის და 2013 წელს ჩვენ უნდა შეგვეძინა პირველი 50 ელექტროტაქსი უნდა ჩამოგვეყვანა ქალაქში. მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტ-ონკოლოგი მემედ ჯინჭარაძე ამბობს, რომ დაბინძურებული გარემოს სიმსივნის ყველაზე დიდი ხელშემწყობი პირობაა, ამიტომაც თუნდაც მცირედი რაოდენობით მისი გაუმჯობესება სტატისტიკას შეცვლის. კანცეროგენური ფაქტორების ზემოქმედება, ექსპოზიცია ადამიანზე შემცირდება არა მარტო ფილტრებზე, არა მარტო განზე, დაბინძურება ხდება არა მარტო ჰაერის, არამედ მიწისაც, ნიადაგის, წყალის და ეს ყველაფერი კუმულირდება შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, იწვევს ქრონიკულ დაავადებას, კანცეროგენული ნივთიერებების დალექვას ბრონხებში, მის ალვეოლებში, რის შედეგადაც ვითარდება ფილტვის კიბო, აჭარაში ფილტვის კიბოთი ავადობაც ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ადგილი უკავია. მომდევნო 5 წლის განმავლობაში CO2-ის 20%-ით შესამცირებლად 57 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხის ძირითად ნაწილს მუნიციპალიტეტი, ნაწილს კი დონორი ორგანიზაციები დაფარავენ. გადაწყვეტილება 2011 წელს მერების შეთანხმების ფარგლებში იქნა მიღებული.